მიელია ზაფხულის ცხელი დღეები და დადგა ოქროსფერი შემოდგომა. სულ მალე აცივდება, დღის ხანგრძლივობა შემცირდება და არემარე ფოთლებით აივსება. თუმცა შემოდგომის დადგომა არამხოლოდ ფოთოლცვენასთან, არამედ სწავლის დაწყებასთანაც ასოცირდება. ბევრისთვის სასწავლო წლის დაწყება მონატრებული მეგობრების ნახვასთან ან ახალი მეგობრების შეძენასთანაა დაკავშირებული. ზოგისთვის კი სწავლის დაწყება და დილით ადრე ადგომა გამოუძინებლობას და დაღლას ნიშნავს. 14 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა დაიწყო. ყველას ულოცავ ახალ სასწავლო სააღმზერო წლის დაწყებას, უსურვებ წარმატებებს, წინსვლას. ჩვენ ბევრი სიახლით ვხვდებით წლევანდელ სასწავლო წელს. ბევრი ცვლილებებია კვებასთან დაკავშირებით, საახდელო პროგრამასთან დაკავშირებით და ვიმედოვნებ, რომ ეს წელი წარმატებული იქნება მომავალი სასწავლო წლებისთვისაც. თქვენ გიხარიათ ბაღში მოსვლა? კი. რატო გიხარიათ? მიყვარს ბაღი. პირველად მოხვედი ბაღში? კი. მოგწონს ბაღი? კი. რატო მოგწონს? ჩემ მეგობრები არიან და შენ მიხარია, რატო მოგწონს? იმიტომ რომ მე ადადიოდი და ეხა დადივა. შენ რატო მოგწონს ბაღი? იმიტომ რომ უნდა ნინომასწავლების უნდა რასაც გვითხრეს უნდა საჭველი შევჭამოთ ბოლომდე. საქართველოს სკოლებში დილის 9 საათზე ერთდროულად დაირეკა ზარი და სწავლა ახალი ენერგიით განახლდა. სკოლაში მისვლა განსაკუთრებით შთამბეჭდავი და ემოციურია პირველ კლასელთათვის. ისევე როგორც ყველა საჯარო და კერძო სკოლამ საქართველოში, დღესაც გიმნაზიაში ავნაბადამ 14 სექტემბერს განაახლა 2015-2016 სასწავლო წელი. დღეს გიმნაზიაში ძალიან ბევრი პირველკლასელია, შესაბამისად მინდა მიულოცო მათ პირველი სასწავლო დღე და ასევე მინდა პირველი სასწავლო დღე მიულოცო ყველა პირველკლასელს, რომელიც დღეს პირველად შედგა ფეხი თავის მშობლიურ სკოლაში. მოგწონს სკოლა? კი. რა ნიშნებზე უნდა ისწავლოს სკოლაში? ათიანებზე. ანასტასია, შენ რატო მოგწონს აბა სკოლა მითხარი? მე ისა სკოლაში მივდივარ და მე სკოლაში დავდივარ. მიზანი, რომლისთვისაც ისინი სკოლაში მოდიან, დედისა და მასწავლებლის რჩევა დარიგების მოსმენა და ათიანებზე სწავლაა. პირველი სასწავლო დღისთვის სპეციალურად გამოწყობილი პირველკლასელები არდადეგებზე ნასწავლი ლექსებით ცდილობენ თავი მოაწონონ დამრიგებლებსა და თანატოლებს. მითხარ როგორ არის მემლექეთი, ჩემი სანატრელი საქართველო, რამეიმნაირი გამაგონე, გული და კოდილი გავამთელო, კარგი მე ქართული აღარა ვარ, მაგრამ სული მიდუხს იმოდენა, რომ სიტყვა მარად მშობლიური, როგორც გაზაფხული იტოტება, მითხარ როგორ არის მემლექეთი, ცხეთა ქობულეთი კახაბერი, იგი ნიადაგ თუ არ ვახსენე, მაშინ ერთი წუთით დამაბერებს. ლუკმა არ მაკლია მართალია, მაგრამ სამშობლოთი ღარიბი ვარ. აი ამანაირად უსიცოცხლოს, მთელმა სიცოცხლემაც გაირბინა. მითხარ როგორ არის მემლექეთი, აქ ჩვენ არ გეგონოთ ჩამქრალები, იზმირის, ეგეოსის ნაპირებზეც ვაგეთ საქართველოს ახკარები. მითხარ როგორ არის მემლექეთი, ჩემი სანატრელი საქართველო, რამეიმნაირი გამაგონე, გული და კოდილი გავამთელო. კაშკაშე ცაო ლიცლიცაო, დათოვლი ლომთაო, თაო ქათქათაო, ჯეჯილო და ტყეო, სუ იშრიალეო, საქართველოს მზეო, სუ იგიზგიზეო. საბავშვო ბაღებისა და სკოლების გარდა ახალი სასწავლო წლის დაწყებას უნივერსიტეტებშიც აღნიშნავენ. სტუდენტობა ეს არის ცხოვრების მნიშვნელოვანი საფეხური ახალი სირთულეებითა და ახალი ემოციებით. დღეს ვსვით ახალ სასწავლო წელს და რა თქმა უნდა არის ახალი შევსება. 4000-მდე ბავშვი შემოემატა ახალი სტუდენტები ჩვენ უნივერსიტეტში და მათ მინდა უსურვო წარმატება. დღეს ძალიან კარგი ღონისძიება, დღეს სწავლას ვიწყებთ და ნამდვილად ვისარგებლებ მომენტით და ყველას მივულოცავ დღევანდელ დღეს. პირველ რიგში მთელ საქართველოს ულოცავ სასწავლო პროცესის დაწყებას, მათ შორის თსუ სტუდენტებსაც, აგერ უკვე მესამე წელი არის თსუ-ში ვსწავლობ, ძალიან კმაყოფილი ვარ სასწავლო პროცესით და რა ვიცი, განსაკუთრებით ულოცავ თსუ სტუდენტებს სასწავლო პროცესის დაწყებას.
ახალ სასწავლო წელს ამოუცნობი განცდებითა და იმედებით ვხვდებით. სწავლის პირველ დღეს ყველანი ვცდილობთ გამოვიყურებოდეთ კარგად, რადგან კარგი შთაბეჭდილება მოვახდინოთ თანატოლებზე. ახალი სასწავლო წელი ჩვენი შესაძლებლობების გამოვლენის წელია, რომელსაც ახალი ფურცლიდან ვიწყებთ.